მოგესალმებით ფსიქოლოგია ბაროს არხზე. დღეს გვექნება საინტერესო გაშლა, რომელიც ეხება იმ თემას, თუ რა კონტრაქტი დადო შენ სულმა, სანამ ინკარნირდებოდა ამ ცხოვრებაში. ესეთი დამაინტრიგანებელი საინტერესო თემა გვექნება, იმიტომ რომ მე მჯერა იმისი, რომ ჩვენ ერთხელ არ ვევლინებით ამ სამყაროს და ინკარნაციის მჯერა. ძალიან ბევრი ფაქტი არსებობს ხოთ შორის ინკარნაციის, ვისაც დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ მოიძიოთ სხვადასხვა დოკუმენტური ფილმებიც არის, ძალიან ბევრი წიგნებია, სადაც რეგრესიული ჰიპნოზის მეშვეობით ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაცია დაგვანახეს, ამოიღეს ადამიანის ქვეცნობიერიდან, არაცნობიერიდან რეგრესოლოგებმა. ასე რომ, მე არ მინდა ვინმეს ჩემი აზრი მოვახვიო, მაგრამ მე პირადად ამისი მჯერა, ამიტომ გადავწყვიტე, რომ დღევანდელი ეს თემა გამეჟღერებინა და ამაზე გამაკეთებინა გაშლა, პლუს ადრეც იყო მოთხოვნა გამომწერების მხრიდან, რომ გამაკეთებინა გაშლა, თუ რა მიზანი, რა ამოცანა აკისრიათ ამ ცხოვრებაში, ხო? ამიტომ გადავწყვიტე, რომ რაღაც ასეთი გაშლა გამეკეთებინა, სადაც თქვენ ნახავთ, თუ ასე რომ ვთქვათ, რა კონტრაქტი აქვს თქვენს სულს დადებული, ხო? კონტრაქტში გულისხმობ იმას, რომ სანამ ჩვენ მოვევლინებით ამ სამყაროს, ვინკარნირდებით ამ დროში, ახლანდელ დროში, სადაც ვართ, ახლა ვიმყოფებით, ხო? მანამდე ჩვენ ვეცნობით იმ დავალებებს, რაც უნდა გავიაროთ, შევასრულოთ, გადავლახოთ რაღაც ბარიერები, ხო? რა ამოცანები გვაქვს ამ ცხოვრებაში, როგორ ადამიანებს შევხვდებით, რა იქნება ჩვენი მთავარი მიზანი აი კონკრეტულ ამ ინკარნაციაში და ბევრი ეს ინფორმაცია, ხო? ამაზე იქნება დღევანდელი გაშლა, ასე რომ ვისაც გაინტერესებთ, ვინც ცნობიერად მზად ხართ ამისთვის და თქვენი ცნობიერება გახსნილია და რაღაც მასების საფეხურზე არ იმყოფებით, მაშინ ეს გაშლა არის თქვენთვის. ასევე მოგიწოდებთ იმასაც, რომ არ დაგავიწყდეთ, რომ ეს არის ძალიან საჯარო ინფორმაცია, ხო? ზოგადი ინფორმაცია და ბუნებრივია ხა ინდივიდუალურად გავაკეთებთ ამ გაშლას და სადრო ასე ზოგად ამხელა აუდიტორიაზე. ისეც გაითვალისწინეთ, ხო? მაგრამ მიუხედავად ამისა, რომ ეს არის საჯარო გაშლა, მაინც შეიძლება რაღაც საინტერესო ინფორმაცია გაიგონოთ, მოისმინოთ და თქვენთვის რაღაც მნიშვნელოვანი მინიშნებები დაიჭიროთ, რაც გამოგადგებით. ასე რომ, ასეთი გაშლა გვექნება დღეს. როგორც სულ იქნება 3 პოზიცია. გადავწყვიტავ, რომელი დასტა იქნება წამყვანი ამ ამბებში. გადავწყვიტოთ, რომელი დასტა იქნება წამყვანი. ბექგრაუნდზე ჩვეულებრივ სამეფრო ვენტილატორის ხმა. ასე რომ იცოდეთ ეს. კარგი, რომელი დასტა იქნება წამყვანი ჩვენს დღევანდელ გაშლაში. რომელი დასტა? ოკეი. თქვენ დაგვეხმარებით დამატებით კითხვებზე. ოკეი. ამათ არ უნდა ამ დასტაში გაშლაში მონაწილეობა, რაც უცნაურია, იმიტომ რომ რამოდენიმე წუთის უკან უნდოდათ. კარგი. გადავდოთ. სორი, დასტა იქნება. კარგი. დავიწყოთ მაშინ თქვენი სიგნიფიკაციით, ხო? თქვენი სიგნიფიკაცია. დავიწყოთ. პირველი პოზიციის სიგნიფიკაცია ახლა მის ცხოვრების ამ ეტაპზე, მეორე პოზიციის სიგნიფიკაცია ახლა მისი ცხოვრების ამ ეტაპზე და მესამე პოზიციის სიგნიფიკაცია ახლა მისი ცხოვრების ამ ეტაპზე. პირველი პოზიცია, მეორე პოზიცია და მესამე პოზიცია. აირჩიეთ, ვისაც უფრო მეტი დრო სჭირდება, შეგიძლიათ დააპაუზოთ ვიდეო და შემდეგ შემოგვერდეთ. მე კი დავიწყებ. პირველი პოზიციის სიგნიფიკაცია. ახლა ამ დროს, ხო, ეს სიგნიფიკაცია დაგეხმაროთ
დაგეხმარებათ, რომ იგრძნოთ ეს გაშლა თქვენზეა თუ არა. პირველი პოზიცია რა გჭირთ? პირველი პოზიცია ძალიან მძიმე ენერგიებში აქვს. კონკრეტულად უფრო მეტი ინფორმაცია სიგნიფიკაციასთან დაკავშირებით. აქ ხო, ვიღაცის გამო, ვიღაცასთან დაკავშირებით ემოციების გამო პირველი პოზიცია ახლა ძალიან ისეთ სევდიან მდგომარეობაში იმყოფება. შესაძლოა ზოგი თქვენგანი ამას არ იტყობდეს, ხო, რაღაც გარე სამყაროს ამას არაჩვენებდეს ამ ემოციებს, მაგრამ შინაგანად ბევრი სევდიანი ემოცია გრძნობა, ფიქრი, თან რაც თავარია, აი ფიქრს გავუსუფაქ ხას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პესიმისტური, მელანქოლიური ფიქრი არის თქვენს გონებაში ამ ეტაპებზე, ხო? ბევრ რაღაცაზე ფიქრობთ, მაგრამ ფიქრობთ უფრო სევდიან, პესიმისტურ განწყობებით. უფრო აი ამ რაკურსით არის, ხო? ახლა ენერგიები ამ ეტაპზე, სიგნიფიკაცია პირველი პოზიციის საკმაოდ ისეთი აი სევდიანად მოწყენილად გრძნობს თავის პირველი პოზიცია. რაღაც მომენტში შესაძლოა ხელჩამოშვებულათაც კი გრძნოთ თავი, რომ აი, всё, რაღაც არ მინდა, არაფერი, აი მოდი ჩემთვის ჩავიკეტები და აი ამ ჩემს მდგომარეობაში ვიქნები, ხო? აი ასეთი სიგნიფიკაცია არის ახლა. დიდი ალბათობით ეს უკავშირდება ვიღაც კონკრეტულ პიროვნებას, ვისთანაც რაღაც ისეთ სიტუაცია მოხდა, რამაც ძალიან გადგინათ გული, გაგიცრუათ იმედები, რის გამოთაც რის შედეგადაც აი ასე იმყოფებით, ხო? აი ეს არის აქ ასეთი ინფორმაცია პირველ პოზიციისთვის. თუ გრძნობთ რომ რეზონირდა, უსმენთ, თუ გრძნობთ რომ არ რეზონირდა, ირჩევთ სხვა პოზიციას. თამშვა მყავას და ყავა გამიცივდა ამასობაში. კარგი. გადავდოთ ასე. კარგი, მაშინ დავიწყოთ ახლა ჩვენ მთლიანად, აი, პირველი პოზიციის კონტრაქტი, ხო? მისი სულის კონტრაქტი. გვაჩვენეთ, აი, რა კონტრაქტი აქვს პირველ პოზიციაში, აი, ამ კონკრეტულ ინკარნაციაში მისი კონტრაქტი. რა კონტრაქტი აქვს პირველ პოზიციას, აი ამ ინკარნაციაში, ხო? რა დავალებები, ასე რომ ვთქვათ, აქვს შესასრულებელი, აი ამ ინკარნაციაში, ხო? საინტერესოა. ამ ინკარნაციაში პირველ პოზიციას მე ვიტყოდი აქ რაღაც ფერნანდო მაგელანის დავალებები გააჩნია, ხო? ვიღაცისთვის შესაძლოა იყოს პირდაპირ მნიშვნელობით მოგზაურობები, გადაადგილებები, რაღაცის ტარება, რაღაცის გადაადგილება, გადმოადგილება და ზოგისთვის ეს იყოს შექმნა, ლიდერულ პოზიციაში ყოფნა და რაღაცების ხელმძღვანელობა, რაღაცების ან ვიღაცების ხელმძღვანელობა, რაღაც ახალის შექმნა. თავარი, მე ვიტყოდი ამოცანა ამ ინკარნაციაში პირველი პოზიციისთვის არის რაღაც ახალის შექმნა და ამ ახალის მართვა, მიმართულების მიცემა და რაღაც ახალის შემოტანა, იმიტომ რომ თქვენ ამ ცხოვრებაში შემოგაქვთ სოციუმში რაღაც საერთოდ ახალი და პლუს ამ ყველაფერს ხელმძღვანელობთ, ხართ რაღაც ლიდერულ პოზიციაში, სადაც ამ ყველაფერს აგვარებთ, ხო? ესე იგი, აქ თავარი ისეთი ამოცანა, რომ პირველი პოზიცია ქმნის რაღაც საერთოდ ახალ ჰორიზონტებისკენ მიდის. კი ბატონო, ახალი ჰორიზონტებისკენ მიდიხართ და უშიშრად თან, აი რა წინააღმდეგობებიც არ უნდა შეხვდეს აქ პირველ პოზიციას. პირველი პოზიცია, აი აქ ქარის წინააღმდეგმირბის, ხო? ადამიანი, აი იგივეა. ქარის წინააღმდეგ წავა პირველი პოზიცია. აი ქარი რო ასე უბერავს, პირველი პოზიცია საწინააღმდეგო მიმართულებით წავა. მომენტში სტერეოტიპებსაც არ ღვევთ. რაღაც ახალი შემოგაქვთ, აფართოვებთ ჰორიზონტებს. ეს შესაძლოა იყოს ფიზიკური კუთხით, აფართოვებთ ჰორიზონტებს რაღაც მიმართულებაში, მაგალითად, ხო, რაღაც ახალ მიდგომას შეიტანთ, ახალ საქმეს წამოიწყებთ, რაც აქამდე ვაუ, არ შეიძლება, ვერ შეძლებ, ან რაღაც აქამდე ვერავინ ვერ შეძლო და თქვენ აი აქ ხართ და შეძელით, ხო? ან კიდევ უფრო ისეთი აზროვნების კუთხით, რომ აი აქამდე არავინ არ უყურებდა რაღაც საკითხებს, ან კონკრეტულ საკითხს, ასე როგორც თქვენ უყურებთ და თქვენ შეგიძლიათ ის რეალობად აქციოთ, ქმედებაში მოიყვანოთ, ხო? არ ვიცი აქ ვის რა კონტექსტი ექნება.
მაგრამ ზოგადად გასაგებია, ხო, ეს აზრი, რომ აი მთავარი რა არის, რა ამოცანაც იგრძნობა აქ პირველ პოზიციასთან და ამიტომ უფრო ამოცანის მიმართულებით წავედი, იმიტომ რომ ეს შეგრძნება და მებადა აქ, რომ შექმნათ რაღაც ახალი. არ შეგეშინდეთ კომფორტის ზონიდან გამოსვლა, სწავლება და სულ სიახლისკენ სწრაფვა და პლუს ლიდერულ პოზიციაში ყოფნა, ხო? თქვენ აი საიდან რა მიმართულებითაც გინდათ, იმ მიმართულებით წაიყვანთ სიტუაციას ამ ცხოვრებაში და ყველაზე დიდი არის ის, აქ რომ აი ძალიან დიდი ლიდერული შემტევიანობის, გამძლეობის უნარი გააჩნია აქ პირველ პოზიციას რეალობაში, რომ ეს ყველაფერი განახორციელოს ამ ინკარნაციაში. ბოდიშით, მომიწია და პაუზებამ. ცოტა აქეთ გადმოვწევ. კარგი, ეხლა მოდით ვიკითხოთ, რა შეწინააღმდეგობები იქნება გზად. აი ამას რო ვთქვათ, ამოცანის ასასრულებლად ამ ინკარნაციაში, პირველ პოზიციის ცხოვრებაში, რა შეწინააღმდეგობები ელოდება და იქნება, ხო? რასთან დაკავშირებითაც უნდა იყოს აქ გზად. აი შეგრძნება მაქვს, რომ თითქოს ეს გარემოდან წამოვა თუ თვითონ პირველ პოზიციას. ხო, აი აქ რა ასე რომ ვთქვათ, დაბრკოლებები, უფრო სწორად რომ ვთქვათ, რა დაბრკოლებები იქნება, ხო? უფრო აი ისეთი დაბრკოლებებია პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გავიხსენეთ, რომ ყველა დაბრკოლება არის ჩვენს გონებაში, ამიტომ გამოვდივართ პირველ რიგში ამ მომენტიდან, რომ პირველი დაბრკოლება იქნება თქვენს აზროვნებაში, რომ თქვენ რაღაცას ვერ შეძლებთ, ან თქვენ რაღაცას ვერ გაუმკლავდებით, ხშირი შესაძლოა იყოს მსხვერპლის პოზიციაში მოხვედრა, ან ვიღაცის ზეგავლენის ქვეშ მოხვედრა, რომ აი ვიღაცას შეუძლია გმართოთ თქვენი ქცევა, თქვენი აზროვნება. ეს შეიძლება არ კეთდებოდეს აგრესიული გზით, არამედ ისეთი манипуляციული რბილი გზით, რომ ხო ერთად რაღაცა და ამის უკან ამ დროს манипуляცია და ჰოპ და თქვენ ხართ მსხვერპლი, ხო? თქვენთვის დადებითად არ მიდის ეს სიტუაცია და ზუსტად აი რა დაბრკოლება არის აქ, დაბრკოლება არის ის, რომ რაღაც ზუსტადაც ის, რომ ვერ იცავთ თქვენს საზღვრებს. შესაძლოა მარტივად ხვდებოდეთ სხვისი ზეგავლენის სუბიექტი, ობიექტი, ხო? აი ეს არის აქ. აი ეს არის მთავარი, რომ ვერ იცავთ თქვენს საზღვრებს, გიჭირთ უფრო სწორად, ვერ იცავთ არ, გიჭირთ თქვენი საზღვრების დაცვა, რის გამოთაც სხვები ამას იყენებენ სათავისოდ თქვენთვის, არც ისე დადებითია ეს რა თქმა უნდა და აი ეს არის ნომერ პირველი მთავარი დაბრკოლება, რასაც მე ვგრძნობ აი ამ კარტებიდან ახლა ამ წუთას, ხო? ესე იგი, აქ ბუნებრივია, რჩევაც არის ის, რომ უფრო მეტად გააძლიეროთ თქვენი საზღვრები. აუცილებლად უფრო მეტად გაძლიეროთ თქვენი საზღვრები, იყოთ დარწმუნებულები იმაში, რომ აი მე ეს მინდა თუ ეს მინდა, ასე მინდა თუ ისე მინდა. და რაც მთავარია, მტკიცეთ იდგეთ თქვენს აზრზე, თქვენს შეხედულებებზე, იმიტომ რომ თქვენში უდიდესი პოტენციალი დევს. უდიდესი რაღაცები შეგიძლიათ აქ. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ იყოთ დარწმუნებულები იმაში, რომ თქვენში ამდენი რესურსი დევს. უბრალოდ ამას უნდა მიცეთ დრო. და რა თქმა უნდა, თქვენც შეუწყოთ ხელი თქვენს პოტენციალს, რომ ის პოტენციალი აღმოიფხრას, აღმოაჩინოთ. თქვენს რაღაცით შეუწყოთ ამას ხელი, ხო? ნუ პირველ რიგში მაგალითად ვინც ახლა ისმენს და თქვენთან ახლოს მოდის ეს ინფორმაცია და გრძნობთ, რომ ხო, კი, რაღაც ასეა, ეს უკვე დიდი ნაბიჯია თქვენთვის, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ რაღაცას ვიგებთ და ამას ვიღებთ, всё, იწყება მუშაობა, პროცესი იწყება, ასე რომ აქ უკვე პირველი პოზიციას უდიდესი ნაბიჯი აქვს გადადგმული იმისათვის, რომ აი ამ დაბრკოლებებს სხვა სახით შეხედოთ და ეს დაბრკოლება აღარ იყოს ისეთი დაბრკოლება. რა თქმა უნდა, აქ ქმედებაც კარგია, ხო? პირველი გავიგონეთ, პროცესი დაიწყო, მაგრამ ჩვენც რაღაცეებს ვაკეთებთ, რომ აი რაღაც ეს სცენარი არ გავითამაშოთ. აქ ჩემთვის სავსებით გასაგებია ეს სიტუაცია. რა დაბრკოლებაც არის აქ. კარგი. რჩევა, რომ აი ამ დაბრკოლებას რაღაც არიდოს არა. ნუ როგორც ვთქვით,
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ის უნარი, რომ თქვენ არ გიშინიათ და ქარის საწინააღმდეგოდ და ყველას საწინააღმდეგოდ შეგიძლიათ წასვლა, რომ ეს უნარი თქვენში როგორ თქვა, მიიღოთ ეს შესაძლებლობა თქვენში, რაც გაგაჩნიათ. ანუ არ შეხედოთ ამას როგორც ცუდი რამე, ხო? ყველაფერს აქვს ბუნებრივად თავის დადებითი, ნეგატიური, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ეს არ ვიცი, უნარი, ხო? უნარი ვუწოდოთ, უნარი დადებითად გამოიყენოთ თქვენთვის დადებითად, ხო? იმიტომ რომ ეს გაძლევთ ძალიან დიდ სიმტკიცეს, ძლიერი სულის პატრონი ხართ, ანუ თქვენ რეალურად ვერავინ და ვერაფერი ვერ მოგტეხავთ სინამდვილეში, ხო? და ეს პირიქით დაგეხმარებათ იმისათვის, რომ რაღაც ახალი საზღვრებისკენ წახვიდეთ, ახალ საზღვრებისკენ გაიხედოთ და არა ისე როგორც ვინმე სხვა გეტყვით თქვენ. თქვენ თვითონ ხართ აქ ადამიანი, რომელიც პოულობს ახალ საზღვრებს, ახალ პერსპექტივებს და აწესებს ჩარჩოებს. თქვენ თვითონ ხართ ეს, ვინც აწესებს ჩარჩოებს, ვინც უწესებს ჩარჩოებს საკუთარ თავს. თქვენ ხართ ეს და არა სხვა ადამიანი, ხო? ამიტომ თქვენი ამოცანა მცხოვრებაში, რომ დააწესოთ საზღვრები საკუთარ თავისთვის, მაგრამ დაუწესოთ საკუთარ თავს ისეთი საზღვრები, რომ აი მე ეს მინდა და მე არ მივცემ სხვას იმის უფლებას, რომ სხვამ გააკეთოს ან მომახვიოს თავისი შეხედულება, აზრი, მე თავს, ხო? აი ამ საზღვრებს გულისხმობ, რაც ეხება თქვენს სივრცეს. ჩემი სივრცის დაცვა, ჩემი აზრების დაცვა, ხო? აი ეს. და არა ის, რომ აი სოციუმში ასე ამიღებული და всё, მეც ასე ვაკეთებ. არა. ამ ინკარნაციაში ეს არ არის თქვენი მისია. კარგი, ძალიან გამიგრძელდა, ეხლა მე დამრგვალდები, იმიტომ რომ წინ ორი პოზიცია მაქვს. კარგი. ნუ, აქ ბევრი რამე ვთქვი უკვე. პრინციპში აქ ნიჭიც ზუსტად ეს არის, რომ რეალურად ლიდერები არიან აქ პირველი პოზიცია, ვინც აირჩია და ვინც ისმენს. ლიდერები ძალიან დიდი ძალის პატრონები, კრეატიულები, მტკიცე სულით. ხო? ასე რომ კარგი, ამაზე აღარ გავამახვილებ აქ ყურადღებას და ეხლა ვფიქრობ, რა კითხვა დავსვა აქ. რა კითხვა დავსვა აქ. კარგი, ასე მოდი ეს ვიკითხოთ. რა დაეხმარება აქ პირველ პოზიციას? ნუ რჩევაზე გადავიდეთ მაშინ. რა დაეხმარება აქ პირველ პოზიციას, რომ ეს მისი სულის კონტრაქტი სრულფასოვნად აეხთინოს, შეასრულოს ამ ინკარნაციაში. რა დაეხმარება? უფრო მეტად დიპლომატიური გზებით მოქცევა. უფრო მეტი, აი როგორი რაღაცა არის აქ იცით, მე ვიცავ ჩემს საზღვრებს, მე ვიცი მე რა მინდა, მიზანდასახულობა, საკუთარი საზღვრების დაცვა, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, მაგრამ ამასთან დამატებული ის, რომ მე ამას არ ვაკეთებ უხეშად, ხო? მე ამას ვაკეთებ დიპლომატიურად. მე არ ვაკეთებ ამას, რომ ყველას ვიჩხუბებ, რომ აუ, რას ქვია შენ, მოდი აქ და მელაპარაკე და რაღაც საქმეებს უჩვევ. არამედ დიპლომატიურად ვაკეთებ, რაღაც მოქნილად ვაკეთებ, რომ აი მოდი, იცი რა გავაკეთოთ? მოდი აი ეს ამაზე ასე ვისაუბროთ. ან მოდი ასეთი შემოთავაზება მაქვს, ხო? აი რაღაც უფრო მეტი დიპლომატიურობა და მოქნილობა. მაგრამ საზღვრების დაცვით. თუმცა არა აგრესიული გზით, ხო? ნუ არ ვიცი, იმედია გესმით, რასაც გულისხმობ, იმიტომ რომ აი სხვანაირად არ ვიცი ამ ეტაპზე როგორ ავხსნა ეს. იმიტომ რომ მე ძალიან კარგად გრძნობ რა არის აქ საქმე, უბრალოდ არ ვიცი რამდენად გესმით, მაგრამ მე ვფიქრობ გამგონი გაიგონებს. ხო, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აკეთოთ რაც მოგწონთ, მაგრამ ისე, რომ სხვას ამით ზიანი არ მიაყენოთ და თქვენი მეგობრულობა, გახსნილობა და სუთა განზრახვები შეინახოთ. იყოს თქვენს გვერდით ეს ყველაფერი და არ გადააგდოთ უკან და არ გახდეთ მხოლოდ რაღაც ამბიციურები, მხოლოდ წმინდად ამბიციურები, უგულო არსებები, ხო? არამედ კი ამბიცია მაქვს, მაგრამ სხვა ადამიანებზეც ვფიქრობ, ჩემ თავზეც ვფიქრობ, რა თქმა უნდა, მაგრამ მოდი უფრო, აი, მაგიტო გულისხმობ რაღაც უფრო დიპლომატიურ მიდგომას, სადაც თქვენ საზღებულობთ და სხვასაც აქვს პერსპექტივა, რომ რაღაც შეთანხმებამდე მივიდეს თქვენთან ისე, რომ თქვენ არ დაზარავდეთ.
აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აქ, ხო? ამიტომ აგრესიული გზები არ გვინდა. მე ძალიან დიდი ხანი ვისაუბრებ პროპოზიციაზე, აი ხანდახან ისე რაღაც ამ მდგომარეობაში რო ხარ, როდესაც აკეთებ გაშლას, ისეთ ნაკადში ხვდები, აი დინებას რომ იყავ ხარ და დინება რო გაძლევს მიმართულებას, დროის ფაქტორიც მეკარგება. კარგი რჩევა ზოგადად პირველ პოზიციას, be willing to forgive. Ask the angels to clear your mind and body of past pain in exchange for peacefulness. იყავი, ანუ გქონდეს უნარი, რომ აპატიო, შეგიძლიათ ანგელოზებს მიმართოთ, რომ დაგეხმაროთ თქვენი გონების და სხეულის გაწმენდაში, წარსული ტკივილისგან, სანაცვლოდ იმისა, რომ იპოვოთ შვიდობა და ზომიერება თქვენში. ხო, ამიტომ კიდევ ერთხელ მივდივართ იმ რჩევამდე, რომ გავუშვით თქვენში არასასიამოვნო გრძნობები, ვინმემ გაწყენინათ, ვინმემ გადგინათ. იყავით ამ ყველაფერში, მაგრამ გავუშვით, არ შეინახოთ თქვენს გულში ეს მძიმე ემოციები, მოგონებები, ხო? ამიტომ ბუნებრივია ყველას გვაქვს აი ასეთი ეტაპი ცხოვრებაში, მაგრამ დიდხანს აქ არ იჩნდეთ. ასეთი რჩევა, ასეთი ინფორმაცია, მადლობა პირველ პოზიციას, ვისაც გაშლა მოეწონა, აუცილებლად დაალაიქეთ, მსურველებს გელოდებით ინდივიდუალურ ტარო სესიებზე, რომ უფრო მეტი საინტერესო რაღაცები გავაკეთოთ, ხოლო ვისაც ჯერ კიდევ არ გამოუწერეთ ჩემი არხი, აუცილებლად გამოიწერეთ. მე კი გადავალ ახლა მეორე პოზიციასთან. მივესალმები, ვინც აირჩია მეორე პოზიცია. და შტატიტი კი არა და შტატივი ძალიან იმასნა გამოძრავდა. კარგი, სიგნიფიკაცია მეორე პოზიციის მის ცხოვრების ამ ეტაპზე რომ მიხვდეთ თქვენი პოზიცია არის თუ არა. ასეთ გამარჯვებულის მეორე პოზიცია აქ, ანუ მე ვიტყოდი აქ მეორე პოზიცია გამოვიდა მძიმე მომენტებიდან მის ცხოვრებაში, ხო? არ ვიცი სიტუაცია იყო ეს თუ შინაგანი მდგომარეობა, მაგრამ რაღაცები თქვენ უკან ჩამოტოვეთ. და მე ვიტყოდი აი რაღაც განახლებულად რომ მიდიხარ, ახალი აი არა ასე ვიტყვი უფრო. რაღაც გამარჯვება მოიპოვეთ, იქნება ეს სიტუაციასთან დაკავშირებით თუ შინაგანად რაღაც დაძლიეთ და ახლა განახლებულად აი ახალი ძალებით და мотивაციით შეიარაღებული მიდიხართ წინ. მთელი იმედებით და ამბებით, აი მეზობლები რა ამბავში არის. ხო? ასე რომ მომწონს აქ ძალიან მშვენიერ ენერგიებში იმყოფება ახლა მეორე პოზიცია მისი ცხოვრების ამ ეტაპზე, ასე რომ ვისთვისაც რეზონირდა უსმენთ. აქ დიდხანს აღარ გავჩერდები ამ კითხვაზე. კარგი, გადავიდეთ თავარ მნიშვნელოვან კითხვასთან, რისთვისაც შევიკრიბეთ დღეს ჩვენ ყველანი აქ, ხო? რა კონტრაქტი აქვს მეორე პოზიციას, აი ამ ინკარნაციაში, ხო? რა ამოცანა მნიშვნელოვანი, ხო? ესეთი basic თავარი. ეს რა არის ახლა? აი მიდი ახლა და გაიგე. პამ. რა კონტრაქტი არის ეს? ერთი წუთით ახლა მე ჩავწვდები, ვეცდები რომ რაღაც უფრო დავაკონკრეტო და მე უკვე გაგესაუბრებით. უფრო კიდე კონკრეტულად. მე ვიტყოდი აქ პირველ რიგში რა ამოცანაც არის, ხო? რა კონტრაქტი, ხო, რაც არის მთავარი. უპირველეს ყოვლისა არის ის, რომ პირველმა პოზიციამ ამ ინკარნაციაში ისწავლოს სიყვარული. ისწავლოს აი როგორ რაღაცა იცი, რაღაც რო გაგაჩნიათ, იმასთან დამშვიდობება. იქნება ეს ურთიერთობები, კონკრეტულ ადამიანთან ურთიერთობა, ხო? აი არამატერიალური დამოკიდებულება ურთიერთობის მიმართ, სამყაროს მიმართ. და შესაბამისად წყენის ბრაზის გაშვება და გულში არ ჩაბეტონება ამისი. აი უფრო მარტივად რო ვთქვა სიყვარულის სწავლა, შეხედვა, მიღება, ხო? აი უფრო მეტად ეს, რომ უფრო რაღაც სიღრმისეულად შეხედოთ ურთიერთობებს და სიყვარულს და გახსნათ თქვენი გული. ეს ერთი. და მეორე, დაეხმაროთ სხვებს. გზად პროცესში დაეხმაროთ სხვა ადამიანებს, ვინც ასევე თქვენთან ერთად იმყოფება
ან თქვენთან ერთად არა, მაგრამ თქვენ შეხვდით ასეთ ადამიანს, ვისაც ასევე უჭირს. და დაეხმაროთ ასეთ ადამიანებს. დაეხმარე საკუთარ თავს, დაეხმარები სხვებს, ხო? ან სხვების დახმარება საკუთარ თავის დახმარებას უდრის, ხო? იგივე. ასე რომ აქ რაღაც ასეთი ფილოსოფიური ისტორია აქვს მეორე პოზიციას. ესე იგი, კარგი. ესე იგი, მთავარი ამოცანა, შევაჯამებ. მთავარი ამოცანა აქ არის სიყვარულის სწავლა, გულის გახსნა. კი, სიყვარულის სწავლა, გულის გახსნა, საკუთარი თავის შეყვარება, სხვა ადამიანების ზრუნვა, საკუთარი თავის დაფასება. აი, მე ვიტყოდი სიყვარული. სიყვარულის ზრუნვა და მე ვიტყოდი, აი იმის მოლოდინი არ არის აქ, რომ აი მე ვიღაცა რაღაცას მომცემს, არამედ მე თვითონ მაქვს ყველაფერი, რაც მე მინდა, აი ეს. სრულყოფილების მიღწევა, საკუთარ თავთან. ხო, აი რაღაც ასეთი სიტუაცია არის აქ. კარგი, ეს არის ზოგადი გაშლა, ამიტომ მე აქ აღარ ჩავხმავდები, იმიტომ რომ უამრავი ადამიანი უსმენს და ყველას ერთი და იგივე რა თქმა უნდა არ ექნება, ვისაც დაგაინტერესებთ, უკვე ინდივიდუალურად შეგიძლიათ ჩაეწეროთ სესიაზე და იქ უფრო კონკრეტულად განვიხილავთ კონკრეტულად თქვენს кейსს. კარგი, ნახოთ, აი დაბრკოლებები, ხო? აი ამ კონტრაქტის აღსასრულებლად ამ ინკარნაციაში რა დაბრკოლებები აქ მეორე ბევრი საკმაოდ თლიანი ცხოვრების განმავლობაში აქ ბევრი ისეთი მოვლენაა, რაც ასოცირდება ტკივილთან, იმედგაცრუებასთან, გრევასთან, ტრანსფორმაციასთან. ხშირად შესაძლოა ეს იყოს მამაკაცებთან დაკავშირებით, ხო? აი მამაკაცებთან რაღაც ტრავმატული მოვლენები. ხო, არ არის აუცილებელი მანდ-მაინც რომანტიული კუთხით, შეიძლება იყოს ნათესავი, ნაცნობი, მეგობარი და შემდეგ ასევე რომანტიულ კუთხითაც გადადიოდეს, ხო, ეს ყველაფერი. მაგრამ აი უფრო მეტად მამაკაცებთან დაკავშირებული რაღაც ტოქსიკური ისტორიები და არა მარტო მამაკაცებთან, იქ შესაძლოა კიდე სხვა ფაქტებიც იყოს, მაგრამ აი რაღაც ისეთი ტოქსიკური დამანგრეველი, შინაგანად დამანგრეველი მოვლენები აქ ბევრია მეორე პოზიციის ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, აქ არ არის მარტივი მეორე პოზიციისთვის. თუმცა აქ დიდი პლუსი, რომ აი უდიდეს ტრანსფორმაციას გადის მეორე პოზიცია და ეს მისთვის არის აბსოლუტურად პლუსად, რომ ვეღარაფერმა ვეღარ ატკინოს მას, იმიტომ რომ მისი გული იყოს ისეთი ავსებული, ისეთი მთელი, რომ არანაირ ტოქსიკურობას არ შეიცავდეს სხვების მიმართ და საკუთარი თავის მიმართ. რადგანაც არის დიდი მიდრეკილება იმ მიმართულებით, რომ მეორე პოზიციამ თავის თავი დაანგრიოს, ხო? აი მაგალითად დასაჯოს თავისი თავი, ან საკუთარ თავს თვითონ ტკენდეს, ან კონდეს ავტოაგრესია საკუთარი თავის მიმართ, ხო? და სხვადასხვა ქმედებებით ამას აკეთებდეს, ახორციელებდეს. და ზუსტად ეს არის აქ კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი, რაც დასაწყისშიც გავაჟღერე, რომ აი საკუთარი თავის შეყვარება პირველ რიგში, ხო? დაბრკოლებები, რა თქმა უნდა, არის აქ. ბევრნაირი, მაგრამ ამ დაბრკოლებების ხარჯზე პირველი მეთქი, მეორე პოზიცია გადის უდიდეს ტრანსფორმაციას და იძენს რას? თვითავსებას. იძენს თვითავსებას და აი როგორ რაღაცას, იცი, აი გაუტეხავ სულს. სულის სიმტკიცეს, ხო? აი რაღაც ფენიქსის სიტუაციას, რომ მე კი არ მკლავს ეს სირთულეები, არამედ პირიქით მაძლიერებს. მე კი არ ვნებდები, არამედ პირიქით ვივსები და უფრო მეტად შინაგანად ვსწავლობ ავსებას საკუთარი თავის და პირიქით უფრო მეტი ძალა და мотиваცია მემატება, აი რაღაც ასეც, ხო? კარგი. რჩევა მეორე პოზიციას, აი როგორ წარმართოს თავისი ცხოვრება, რა სტრატეგიას მიმართოს, რომ აი ეს კონტრაქტი მისი სულის, რაც არის ამ ინკარნაციაში, რომ ასრულოს, ხო? ანუ აქ ის რა იხემძღვანელოს მოусმინოთ საკუთარ თავს პირველ რიგში. იხემძღვანელოს ინტუიციით მეორე პოზიციამ. იხემძღვანელოს არა წმინდა სუფთა ანალიტიკური
რთვინით, არამედ პირველ რიგში ინტუიციით იხემწვანელოს. შეერთდეს დაკავშირდეს მის ინტუიციასთან, მის საკუთარ უმაღლეს მესთან. ხო, დაკავშირდეს საკუთარ შინაგან მესთან, რომელიც მიცემს მას მიმართულებას, რა გზით როგორ წავიდეს. და ასევე არ შეგეშინდეთ ტრანსფორმაციების. აქ დიდი რჩევა არის მეორე პოზიციისთვის, რომ სულ მუდმივ ტრანსფორმაციაში იყოთ, იმიტომ რომ თქვენი ცხოვრება სულ ტრანსფორმაციებია. აქ არ არის იმის მომენტი, რომ უბრალოდ ვიჯდე რაშიც ვარ და ვიჯდე. არა, აქ სულ ტრანსფორმაციები მუდმივად როგორ თქვა სწორად ქართულად, მუდმივად შეიცვალეთ. მუდმივად იყავით მოქმედებაში, ან მენტალურ მოქმედებაში, ან ფიზიკურ, ან ორივეში ერთდროულად, ხო? მუდმივად გადით ტრანსფორმაციებს, არ ათრიოთ ძველი სიმძიმეები თქვენს გულში. რაც მოხდება, ვინმეს გაუშვებთ თქვენ ცხოვრებიდან, ან რაღაცას დაასრულებთ, всё, დაკეტეთ, დახურეთ, გადაციეთ უკან და აღარ დაუბრუნდეთ ამ თემას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დასვით წერტილი და მუდმივ ტრანსფორმაციაში შედით, შეგეშინდებათ ამისი, იმიტომ რომ თქვენ ყველანაირი უნარი გაქვთ, რომ ამ ტრანსფორმაციამ არაფერი არ გიქნათ ცუდი, არამედ პირიქით მხოლოდ დადებითად გამოიყენოთ. კარგი რჩევა ვიკითხოთ. ჩემი მეზობლები არ ჩერდებიან, ყვირილი და წიოხია. რჩევა მეორე პოზიციას. Singing and dancing. Express yourself and awaken your psychic senses through the magical power of music and movement. ანუ იცეკვე და იმღერე და გამოხატე საკუთარი თავი, შენი საკუთარი შინაგანი მაგიური ძალა გამოხატე მუსიკის ან ქმედებების მეშვეობით, ხო, მოძრაობებით ან მუსიკის მეშვეობით. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ უფრო მარტივად, რომ გავამარტივოთ, მიეცით თავს შესაძლებლობა, რომ ეს კრეატიულობა თქვენ თავში გააღვიძოთ და ყოველდღიურობაში ჩართოთ და ვისოთ ამით და განვითარდეთ და გამოიყენოთ თქვენთვის დადებითად. ასეთი ინფორმაცია იყო მეორე პოზიციისთვის, ვისაც მოეწონა ეს გაშლა აუცილებლად დალაიქეთ, მადლობელი ვიქნები. ვისაც ჯერ კიდევ არ გამოუწერეთ ჩემი არხი, გამოიწერეთ, ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცები არის და კიდევ იქნება. სრულებს კი გელოდებით ინდივიდუალურ ტარო სესიებზე. მივესალმებ მესამე პოზიციას და ვინც აირჩია მესამე პოზიცია, შუქი ჩავრთე, იმიტომ რომ ჩამობნელდა ჩემთან. ვნახოთ მესამე პოზიცია ახლა მისი ცხოვრების ამ ეტაპზე როგორ ენერგიებში იმყოფება. ეს დაგეხმარებათ იმისათვის, რომ მიხვდეთ თქვენი პოზიცია ეს თუ არა. მესამე პოზიცია. ვნახოთ როგორ ენერგიებში ახლა მესამე პოზიცია, ხო? ვნახოთ სინამდვილეში. შვენიერ ენერგიებშია, თითქოს რაღაც შეიცვალა მესამე პოზიციის ცხოვრებაში, რაღაც ახალი დაიწყო, ახალი სასიხარულო, ამაღელვებელი, რაღაც შესაძლოა რაღაც საჩუქარი მიიღეთ, ახალი ნაცნობი გაიჩინეთ, ანუ არ ვიცი რა, მაგრამ რაღაც ახალი რამაც აგავსოთ და მოგცათ რაღაც იმედი, რომ წახვიდეთ წინ, ხო, რომ ჯერ კიდევ ყველაფერი საინტერესო წინ არის. რაღაც ასეთ ენერგიებში აქვს, სასიამოვნო ენერგიებშია მესამე პოზიცია ახლა მისი ცხოვრების ამ ეტაპზე, რომ თუ რეზონირ და უსმენთ გაშლას. დავიწყოთ ესე იგი. აბა, რა კონტრაქტი აქვს დადებული? რა კონტრაქტი აქვს დადებული მესამე პოზიციას ამ ინკარნაციისთვის? ამ ინკარნაციაში რა თავარი ამოცანა აქვს მესამე პოზიციას, ხო? ვაუ, ეს საინტერესოა. ეს განთავისუფლდეს მატერიალურ სამყაროსგან, განთავისუფლდეს მატერიალური დამოკიდებულებებისგან, განთავისუფლდეს მიჯაჭვულობებისგან. ხშირად ეს უფრო მატერიაზე მატერიალურ კუთხით არის ამ ასპექტში, ფულის მიმართ დამოკიდებულება, ლამაზი ნივთების მიმართ დამოკიდებულება, მიჯაჭვულობა, კომფორტული ცხოვრების მიმართ მიჯაჭვულობა, რა ყველაფერი მინდა მქონდეს ლამაზი, ხარისხიანი, ტანსაცმელი ასეთი, ასე გამოვიყურებოდე გარეგნობაზე გადართულობა, ხო?
და შესაძლოა ურთიერთობების მიმართ მიჯაჭვულობა, დამოკიდებულება, სხვა რა სიტყვის ამაზე ფიქრი, ну ყველაფერი ეს არის აქ ამოცანაში არის რომ ყველანაირ მიჯაჭვულობებიდან და პირველ რიგში პირველი ასპექტი აქ ხაზგასმით არის მატერია, რასაც ჩვენ ვეხებით, ამბიციები, ну ფული, კარიერა და რაღაც ასეთები უფრო მეტად პირველ ადგილას. შემდეგ უკვე სხვა სახის მიჯაჭვულობები და ამ ყველაფრიდან განთავისუფლება, ტრანსფორმირება. ეს არის აქ ესეთი მთავარი ამოცანა. ну საინტერესოა. რა თქმა უნდა, ეს არ არის მოსაწყენი. მართლა საინტერესო კი. განთავისუფლება ამ რაღაც მიჯაჭვულობებისგან და ბორკილებისგან. რასაც ჩვენი ცხოვრების განმავლობაში ჩვენ თუნდაც არ ვიცით, ისე ვუკეთებთ საკუთარ თავს, ხო? მაგალითად ვიწყებთ მუშაობას, გვაქვს რაღაც რუტინა და всё. აღარ გვახსოვს მეტი არაფერი, არ გვახსოვს ის, რომ ერთ დღეს რაღაც გარდავიცვლებით და აქ აღარ ვიქნებით. ეს აღარ გვახსოვს. ამიტომ ზუსტადაც ეს არის აქ მესამე პოზიციის ამოცანა, რომ ამ ყველაფრისგან განთავისუფლდეს და არ იყოს მიჯაჭვული აი ამ რაღაც რაც შეიმუშავა სამყაროში, რა სისტემაც გვაქვს სამყაროში, რომ ამ ყველაფრის მიმართ არ იყოს მიჯაჭვული. რა თქმა უნდა, მარტივი არ არის, მაგრამ შესაძლებელია ამის მიღწევა. კარგი. რა დაბრკოლებები იქნება გზად? ну, დაბრკოლებები აქ იქნება ძალიან ეფექტური ვფიქრობ. რა დაბრკოლებები? აქ იქნება ესეთი დაბრკოლებები, სადაც თქვენ იქნებით მიჯაჭვულებები ემოციური კუთხით, უფრო ემოციური ილუზიები? ხო? კი, ილუზიები თუ უფრო მსხვერპლი? რა დაბრკოლებები? აი უფრო ვფიქრობ რაღაც აი უფრო რაღაც ესეთი რაღაცები, აი ურთიერთობებთან დაკავშირებული იქნება უფრო მეტად ეს დაბრკოლებები, ადამიანებთან ურთიერთობებში. ის რომ იყოს ამ პოზიციაში თუ პირიქით არა იყოს. ისეთი დაბრკოლებებია, რომ აი მაგალითად ურთიერთობებში შესაძლოა არ გინდოდეთ, მაგრამ რაღაცები დათმოთ, იმიტომ რომ ეს გაწყობთ. და რაღაც ისეთი უფრო მეტად პრაქტიკული მიდგომა ურთიერთობების მიმართ, რომ აი მე ახლა ამას მოვითმენ, იმიტომ რომ მე რაღაც მივიღო ამ ადამიანისგან. შესაძლოა აქ იყოს დაბრკოლებაში ნაკლები ემოციურობა. არა, ნაკლები ემოციურობა არ არის აქ, საკმაო ემოციურობა. მაშინ მიჯაჭვულობები, დამოკიდებულებები, არაგულწრფელობა. აი ეს არის. რა ღიაობა. არაგულწრფელობა. ემოციური, ну, პრინციპში რაც ვთქვი, ნაკლები ემოციურობა არ არის, მაგრამ აი ემოციებთან დაკავშირებული დაბრკოლებებია. ესე იგი, აქ ემოციები უჭირს მესამე პოზიციას. კი, აქ მესამე პოზიციას უჭირს ემოციურობა, უფრო მეტად პრაქტიკული მიდგომა აქვს. აი უფრო ისეთი შეხედულება აქვს, რომ აი რას მომიტანს ეს მე, რას მომცემს ეს ადამიანი და აი ემოციები, გულის ჩაკრა, ხო? ეს ყველაფერი დახურულია. ან არ ვაქცევთ ამ ყველაფერს ყურადღებას. ეს არის დაბრკოლება აქ, რომ შეგხვდებათ ისეთი ადამიანები, ვინც გამოგიყვანთ ემოციებზე და აქ მნიშვნელოვანია, რომ ამ ემოციებს მიყვეთ თქვენ, რომ ჩაუღრმავდეთ საკუთარ თავს, გახსნათ თქვენი ინტუიცია და შეიგრძნოთ თქვენმა გულმა, იგრძნოს სიყვარული, ნამდვილი სიყვარული, მიჯაჭვულობების და მე შენ ეს და შენ მე ეს გარეშე. გულწრფელობა ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? არ მოიტყოთ საკუთარი თავი ან სხვები, არ იმანიპულიროთ ემოციებით, სხვისი ემოციებით, არამედ იყოთ გახსნილები და გულწრფელები პირველ რიგში საკუთარ თავის მიმართ, თქვენ ემოციებთან დაკავშირებით. ეს იქნება აქ ასეთი ამოცანა, საინტერესო დაბრკოლება სხვათა შორის ძალიან. უფრო მეტად ეს იქნება ემოციებზე, ეს დაბრკოლება აქ. კარგი, მაშინ აი როგორ იმოქმედოს მესამე პოზიციამ, რომ აი ის მისი კონტრაქტი, რაც აქვს ამ ცხოვრებაში, ამოცანა მთავარი, რაც აქვს ამ ცხოვრებაში, შეასრულოს. როგორ იმოქმედოს? ისწავლოთ, იყოთ დაკვირვებულები, ისწავლოთ შეცდომებზე, იკონტაქტოთ გარემო სამყაროსთან, ადამიანებთან იკონტაქტოთ, ისწავლა, უფრო მეტად აქ არის სწავლა, მაგრამ ის სწავლა კი არა, რასაც სკოლაში ვაკეთებთ, არამედ ცხოვრებისეული სწავლა, ესეთი ფილოსოფიური, სულიერი სწავლა, სადაც ჩვენ რაღაცებს ვაკვირდებით, ვორმავდებით, ბევრი გამოცდილებას დააგროვებს აქ მესამე პოზიცია ამ ცხოვრების ინკარნაციიდან, უკვე დაგროვილი აქ არა
ცოტა არა აქვს უკვე, ხო? მაგრამ აი იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც გადაგხდათ და რაც გადაგხდებათ, გამოიყენოთ იმისათვის, რომ პირიქით განვითარდეთ თქვენ და დაეხმაროთ სხვებსაც ამით. აქ უფრო მეტად, ესე იგი, ძალიან მნიშვნელოვანი აქ განათლება, აი ზუსტად ისეთი სახის განათლება, რაც ვთქვი, რომ ამით თქვენ სხვებსაც დაეხმაროთ, კონკრეტულად მაგალითად ქალებს განსაკუთრებით, ხო, პირველ რიგში საკუთარ თავს და შემდეგ უკვე სხვებს, რადგანაც თქვენთან კომუნიკაცია დაეხმარება ბევრ სხვა ადამიანებს, თუ თქვენ აი ამას მოახერხებთ აქ. აქაც საკმაოდ ისეთი საინტერესო იყო მესამე პოზიციასთანაც, გახსენებთ, რომ ეს არის საჯარო, ამიტომ ეს სიღრმისეულად აქ არ ვუღრმავდები, იმიტომ რომ არარეალურია, პროსტა ვერ მივაწერე ხა ყველა ადამიანს ერთი და იგივე ამოცანებს, ხო, ამიტომ ასე ძალიან მასშტაბურად რაღაც ასე აბსტრაქტულად მივყვები და ვისაც დაგაინტერესებთ უკვე უფრო მეტი დეტალი, გელუდებით ინდივიდუალურ ტარო სესიებზე. კარგი, რჩევა აქ მესამე პოზიციას, რჩევა. Fairies, ფერიები. შენ გაქვს ძლიერი კავშირი ფერიებთან და შენი ცხოვრების ამოცანა მოიცავს დაეხმარო დედა ბუნებას. ხო? ნუ აქ მე მგონი დამატება არ არის საჭირო, ასე რომ ხო, იფიქრეთ ბუნებაზე. როგორც აი დასაწყისში არის, იფიქრეთ ბუნებაზე და როგორ დაეხმაროთ ბუნებას. კარგი იქნება მაგალითად აი რაც შეგიძლიათ, ხო, ვისაც რისი შესაძლებლობა აქვს, მაგალითად ნაგავის გადახარისხება, პლასმასების არ გადაგდება და გადასამუშავებლად წაღება, ბუნების არ დანაგვიანება, დალაგება მაგალითად, ხო, შეკრიბო რაღაც გარკვეული ადამიანები ერთად წავსვლა დალაგება ბუნების, ბუნებაში ხშირი, ბუნებასთან ხშირი კომუნიკაცია, ბუნებაში გასვლა, მედიტირება და ნუ რა ვიცი, ვისთვისაც რა უფრო არის ახლოს გულთან, ხო, ხეების დარგვა, მცენარეების დარგვა, მოფრთხილება ბუნებაზე და ნუ რა ვიცი, ყველაფერი ეს, იმიტომ რომ ბუნება უკვე აგვიბუნტდა ადამიანებს, იმიტომ რომ ჩვენ არ ვაფასებთ მას სათანადოდ, რატომღაც გგონია, რომ ჩვენ ვართ ამ დედამიწაზე მთავრები, მაგრამ მართლა არ არის ეს ასე. ასე რომ მართლა დრო არა გამოვიფხიზლოთ და რა ბუნების ნაკუწიც დაგვრჩა მივხედოთ იმას და არა პირიქით ვაშენოთ და ვყაროთ ნაგავი. განსაკუთრებულად საქართველოში კატასტროფა. აი კატასტროფა, აი სრული კატასტროფა. არავინ არ უყურებს ბუნებას. აი ამაზე ვარ მართლა ძალიან გაფრაზებული, იმიტომ რომ არავის არაფერად არ მიაჩნია ბუნება. რატომღაც ყველას გონია, რომ ეს არაფერს არ წარმოადგენს, არა და ამდენი რაღაც რო ხდება, ხო, ამდენი რაღაც კატაკლიზმები და რაღაცები, ზუსტად მაგით ხდება, რომ ბუნებას არ ექცევა სათანადო ყურადღება და ბუნება ყვირის, რომ მომაქცია ყურადღება, მომხედე, მაგრამ ჩვენ ვამატებთ კორპუსებს მეტს, რომ უფრო მეტი ფული ვიშოვოთ. ეს რო გთხოვთ, მოვიფრთხილდეთ ყველას, რითაც როგორ შეგვიძლია ბუნებას, არ დავიკიდოთ ბუნება გთხოვთ, თორე მე ჩვენც დაგვიკიდებენ და ეს არ იქნება კარგი. ასე რომ, ესეთი პატარა გადახვევა მქონდა მონოლოგი. უნდა მეთქვა, იმიტომ რომ არ შემიძლია, ძალიან მნიშვნელოვანია ეს თემა და ყველა განვითარებულ ადამიანს ესმის, რომ ეს მნიშვნელოვანია, ასე რომ, ხო, ძალიან გთხოვთ, ყველას მოგიწოდებთ, რომ მოვიფრთხილდეთ ბუნებას, რადგანაც ჩვენ ვართ ბუნების ნაწილი. არ იქნება ბუნება, არ ვიქნებით ჩვენ. წარმატებებს გისურვებთ ყველას, მადლობა მესამე პოზიციას, თუ მოგეწონათ, აუცილებლად დალაიქეთ, დატოვეთ კომენტარი და ვისაც ჯერ კიდევ არ გამოგიწერეთ ჩემი არხი, გამოიწერეთ. ხოლო მსურველებს გელოდებით ინდივიდუალურ ტარო სესიებზე.